ლარა ლუმამ ახლახან გამოაკვეყნა კენდას ოუენსის ქმრის დაკავების ფოტო. მოდით ნახოთ ეს ფოტო, რადგან რატომღაც ამ სურათზე ხალხი ამტკიცებს სასაცილოა, რომ ეს ის არ არის. ეხლა თუ მართლა გაქვს თვალები, ეს ორი ადამიანი ერთია? დიახ, ეს ორი ადამიანი ერთია. ეს არ არის რთული, ეს უბრალოდ არ არის რთული გალი გასაგები. ყველა ინტელექტუალურად შეზღუდულ reply ბიჯებს, ვინც AI-ს თხოვს უთხრას, მსოფლიოს რომ ეს ჯორჯია. თქვენ გაქვთ ადამიანური თვალები, რომლებიც 1000-ჯერ უკეთ მუშაობს ვიდრე ChatGPT და Grok. თავად შეხედეთ. ვისაც გონება მუშაობს, ყველას შეუძლია დაინახოს, რომ ეს ის არის. დიახ, ვფიქრობ, ყველამ შეიძლება დავინახოთ, რომ ეს ის არის. სხვათა შორის ვიღაცამ კომენტარებში ეს დაწერა, კარგი? და ამან 150,000 ნახვა დააგროვა. მოცემულ სურათზე გამოსახულია კონორ ბრიუს კროლი, ყოფილი ალაბამას უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც 2019 წელს დააკავეს. 2019 წლის ოქტომბერში ინციდენტის დროს კროლი დაადანაშაულეს ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტაიგერ სტადიონზე, ბომბის აფეთქების მუქარით დარეკვაში, ფლორიდის უნივერსიტეტის ფეხბურთის თამაშის დროს. ბავშვებო, ასეთ რამეს ნუ გააკეთებთ. ეს ცუდია, ეს სულელური საქციელია. მოტივი. კროლმა გავრცელებული ინფორმაციით აღიარა, რომ მუქარა გააკეთა, იმიტომ რომ მისმა მეგობარმა დიდი ფსონი წააგო თამაშზე და მას სურდა მატჩის შეჩერება. მას საუკენეს ბრალდება სრულ ინფორმაციის გავრცელებაში, რაც მძიმე დანაშაულია და შეიძლება მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოხდეს. კროლმა 2019 წლის ბოლოს დადგენილ ბრალდებებში თავი უდანაშაულოდ ცნო. კარგი, ასე რომ მან ეს გამოაქვეყნა. ამ ქალმა ქრისტი ნიკოლსმა თქვა, სხვათა შორის ეს არის კონორ ბრიუს კროლი. მაგრამ ინტერნეტის მომხმარებლებს დიდხანს არ დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ ეს კონორ ბრიუს კოლია. ანუ მეუბნები, რომ ეს ბიჭი არ არის ეს ბიჭი, მაგრამ ის არის ეს ბიჭი. ხო, არა, ჩვენ ესეთი სულელები არ ვართ. მაგრამ ხალხო გაკვირვებული ხართ, რომ კენდას ოუენსის მიმდევრები ცოტა ჩამორჩენილები არიან?